დრო თომას მოусმინოთ. მან თომ სოფლიოში ვირტუალურად იმოგზაურა და ყველაზე საინტერესო ინფორმაციით BM შტაბში დაბრუნდა. გამარჯობა ლუკა, როგორ ხარ? ნახება თუ რა წერია ოქტომბერფესტი. ეს რა არის? ყველაფერს ახლა მოგიყვები. ეხლა მოგიყვები თუ როგორ აღნიშნავდნენ ქალაქის დღესასწაულს ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. როგორც თბილისში თბილისობა ისე არის გერმანიაში მიუნხენში ქალაქის დღესასწაული ოქტომბერფესტი. ამ დღესასწაულზე მთელი წელი ემზადებიან გერმანიაში. ჩამოდის უამრავი სტუმარი მთელ მსოფლიოდან. იშლება დიდი კაროები, დიდი მაგიდები, სადაც მიირთმევენ მხოლოდ ამ დღისთვის დამზადებულ ლუდს და ბავარიულ ტრადიციულ საჭმელებს. ხალხის კამერებზე ცეკვავს და ისე ღერს. იმართება კონცერტები. ახლა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო. ოქტომბერფესტზე მსოფლიოში საუკეთესო ატრაქციონები ჩამოაქვს, სადაც წრის ბავშვიდან დაწყებული ჩვენ პაპაბებებსაც შეუძლიათ გართობა. ახტაბანი, რასაც ქართულად რვიანის ფორმის ლიანდაგს ნიშნავს, სადაც ძალიან დიდი სისწრაფის ვაგონი დადის. ხალხი ხან პირამალას აკეთებს, ხან ჰაერში კიდია. არის დიდი წივილკივილი და გულის ხეთქვა. ერთი ჩემ ბავშვობაში უბრალო საქანელა მახსოვს. ჩემმა მშობლებმა ზედ მარტო დამშვეს, მაგრამ მე რომ აღლა ავიდა და იქ რომ დაიწყო ტრიალი, საბოლოოდ დედაჩემისთვის ეს დღე ძალიან ძიმედ დამთავრდა. ოქტომბერფესტი იწყება უნცუგით. ეს ამსვლელობა ქალაქის ცენტრისაკენ. როგორც თბილისობაზე სხვადასხვა კუთხეებიდან და ქალაქებიდან მოდიოდნენ ნობათით, ასევე ბავარიის სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიოდნენ ძველად ნობათით, მოკაზმული ურმებით და ცხენებით. ეხლა ნობათი არავის მაქვს, ხოლო ტრადიციულ ბავარიულ ფორმაში გამოწყობილები სხვადასხვა ეროვნების ხალხი იღებს მონაწილეობას. სხვათა შორის წერს ქართველებმაც მიიღეს, გასულ წელს ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქართველები ჩოხა-ახალუქში და საცეკვაო ტანსაცმელში გამოწყობილები ცეკვით და სიმღერით მოდიოდნენ. თურმე გერმანიის მეს რა ერქვა? ქრისტიან უდოდ, ხო და ამ უდოს უთქვია ეს ლამაზი ხალხი ვინაო და ყველაზე ცეკვაში და სიმღერაში ქართველები მოწონებია. ხედავ ოქტომბერფესტის გამორჩეულები ვიყავით ქართველები. ძალიან მინდა ამ ფესტივალზე ერთად მოხვდეთ. ამბობენ მონაყოს ნანახი ჯობიაო და ყველას გისურვებთ რომ ამ დღესასწაულზე ერთად წავიდეთ.